ინტერნეტ საიტი ჟურნალისტ G ავრცელებს ინფორმაციას, რომ აჭარაში კერძო საკუთრების ჩამორთმევის ახალი ტალღა იწყება. რაში ახლა საქმე? ჩვენ რომ აჭარებს კერძო საკუთრება არ ჩამოვართვათ, ევროკავშირთან ასოცირებული წევრობის ხელშეკრულებას ვერ გავაფორმებთ და ამის გამო ქვეყნის ინტერესებს ხომ არ დავაკნინებთ. მე მაგალითად ამ საკითხის ასე კრიტიკულად შეფასება ნონსენსად მიმაჩნია. ჩვენი მთავრობა ამ ჩამორთმეულ ნაკვეთებს არ დაიტოვებს თავის საკუთრებაში. არავითარ შემთხვევაში, რადგან კერძო საკუთრების უფლება კანონით არის გარანტირებული. ხო და სწორედ ამიტომ, როგორც კი ამ ხელშეკრულებას გააფორმებს და ევროკავშირის წევრობას დაიბევებს, მაშინვე უკან გადასცემს ამ მიწებს კვლავ კერძო საკუთრებაში. ოღონდ მანამდე საქართველოს მთავრობას მოუწევს მუხლ ჩაუხრელი შრომა იმისთვის, რომ სამხრეთ აფრიკული ტომები, ანუ ბურები ჩამოასახლოს, თორემ არ არსებულ ხალხს ხომ არ გადასცემენ ხა ამ მიწის ნაკვეთებს. საყოველთაო დაუმორჩილებლობა სავარაუდოდ გაზაფხულიდან დაიწყება. ამ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო ამბები G ავრცელებს. შეგახსენებთ, საუბარია იმ დაუმორჩილებლობაზე, რომლის ორგანიზებასაც ეროვნული კრება გეგმავს. აი ასე. ჩემი ბედკრული ქართველიერი ყველაფერში ორიგინალური და სხვისგან გამორჩეული უნდა იყოს. მოგეხსენებათ ალბათ, რომ ყველა ქვეყანაში დაუმორჩილებლობისთანაც საყოველთაო დაუმორჩილებლობის გამართვა მაშინ იწყება ხოლმე, როდესაც მოსახლეობას მთავრობის უუნარობა და ოპოზიციონერთა მგზნებარე ორატორული ხელოვნება დაუყოვნებლივ და გადაუდებლად ბარიკადებზე ასვლისკენ უპირისპირებს. დიახ, ასეა ყველგან, მაგრამ ჩვენ იმ იმპულსურ და დანაჩენერებს ხომ არ მივბაძავთ. მართალია ეროვნული კრება. გვიმტკიცებს გაუსაძლის მდგომარეობაში ვართო, მაგრამ არც იმას ვთხოვს, რომ გუნება განწყობილება გავიფუჭოთ და ნერვება აშლილება ბარიკადების შენება ხვალიდანვე დავიწყოთ. არ უნდა, და მგონი მართალიც არის. ახლა რაღაც გაუსაძლისი მდგომარეობის გამო რა ახალი წელი ჩავიმწაროთ? არავითარ შემთხვევაში. ჯერ ახალ წელს შევხვდეთ, მერე ძველით ახალ წლამდე შეუყვეთ ღიღინით კეიფს, მერე ცოტა დრო გამოსაფხიზლებლადაც ხო გვინდა სირცხვილი ახლა ნაბახუსევები ხომ არ გამოვაცხადებ დაუმორჩილებლობას. მერე კიდე ცოტა მოვიცადოთ, იქნებ ვინმეს ქორწილიან ძეობა გქონდეს. აი, მერე უკვე შეიძლება დაუმორჩილებლობაზე ფიქრი. ასეა ახლა რა ვქნათ აბა? გადავხედათ ყველა ჩვენს კალენდარს და ნახავთ, რომ გაზაფხულამდე ვერაფრით ვერ ესწრება ეს საქმე. დაკავებულები ვართ მანამდე. ეგ არა და აგერ მე აი წეგან მაცნობს, რომ ჩემი ერთი კარგი მეგობარი იხჩობა მტკვარში, მაგრამ რა ვქნა ახლა? ხვალ დილის 2 საათამდე როგორმე უნდა გაძლოს. მაგ დრომდე მე პირადად ყველაფერი გაწერილი მაქვს, ყველაფერი. აი 2-ზე კი ბატონო, მივალ და ჩაუგდებ თოქს. უნდა გაძლოს 2-მდე, აბა სად იძებნება ვანო მერაბიშვილი? სტატიას ამ სახელწოდებით საინფორმაციო სააგენტო net გაზეთი G ავრცელებს. სტატიაში ნათქვამია, რომ ინტერნეტ საძიებო სისტემა Google-ში უმჯობესია ვანო მერაბიშვილის სახელი ჩაიწეროს რუსულად, რადგან მასზე რუსულენოვან მედიაში უფრო მეტი იწერება ვიდრე ქართულში. სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ უკრაინულმა ტელეკომპანია ინტერმა მერაბიშვილს ეროვნული ბრენდიც კი უწოდა. ვიშ, ჩვენ ქართველებო, რა ეგზომ კარგი რამის გაყიდა შეგვიძლია მსოფლიო ბაზარზე. დიახ, ჩვენ უკვე გვაქვს ჩვენი ეროვნული ბრენდი, რომელიც მთელ მსოფლიოში კარგად იყიდება. ხოლო ბრენდის სახელწოდება ასე ჟღერს: ვანო მერაბიშვილი. ინგლისურ ენოვანი ქვეყნების ბაზრებზე ეს ბრენდი შეგვიძლია The Vano Merabishvilis სახელითაც შევიტანოთ. დიახ. იტალიელებს აქვთ Armani, გერმანელებს Adidas და Puma, იაპონელებს Toyota, ხოლო ჩვენ ამიერიდან გვაქვს ვანო მერაბიშვილი. ახლა კიდევ ერთხელ ხვდები თუ რა ბრძენი და გამჭრიახი მთავრობა მყავს. მოვიდა თუ არა, მაშინვე დარწმუნდა, რომ ჩვენი ძველი ქართული ბრენდები, ბორჯომი და ქართული ღვინო რუსეთში ვეღარ იყიდებოდა და ამიტომ წამოიწყო კიდევაც ჩვენი ქართული პროდუქციის rebranding-ის პროცესი. რთული და ძნელი იყო ეს პროცესი. მაგრამ ჩემი მთავრობა შეეპუა ამ სირთულეებს. ჯერ რუსეთს ემბარგო გამოაცხადებინა ქართულ პროდუქციაზე. შემდეგ აიძულა რუსეთი, რომ ჩვენთვის ენერგეტიკული და სხვა ტიპის ბლოკადები გამოეცხადებინა და რებრენდინგის პროცესის დამამთავრებელ ეტაპზე რუსეთის ბირთვულ სახელმწიფოს ეომაკინեց. დიახ, ყოველივე ამან და არაფერმა სხვამ შეამზადა ნოყიერი ნიადაგი იმისთვის, რომ რუსეთის და მსოფლიოს ბაზარზე მქუხარად გავარდნილიყო ახალი ქართული ბრენდის ვანო მერაბიშვილის სახე. ისე რა კარგია ჩემმა მთავრობამ დროზევე რომ მოიშორა ის ბოროტი მინისტრი, თუ არ ვცდები თავდაცვის მინისტრი, ხო? რომელიც სრულიად არასათანადოდ აფასებდა რუსეთის ბაზარს და მის შესაძლებლობებს და ესე ამბობდა, ეგ ისეთი ვიგინდარა ქვეყანაა, მან ფეკალური მასებიც კი ადვილად გაიყიდებაო.
აშკარად ცდებოდა, აშკარად. ახლა აბების ეთერში დადგა დრო, რომ ერთი კვირის განმავლობაში პოლიტიკოსთა მიერ გამოთქმული საუკეთესო სახუმარო ფრაზების ათეული მოვისმინოთ. მეათე ადგილი. ევროკომისიის პრეზიდენტის შემდეგ ტერმინ ოკუპაცია საკუთარ პოლიტიკურ ლექსიკონში ამჯერად ევროკომისარი შტეფან ფულე ამკვიდრებს. ევროკავშირის საქართველოს პარტნიორებისა და თანამშრომლობის დასრულებისას ევროკომისარმა მეცხრე ადგილი. კვლევამ 2010 წელს განათლების სფეროში ყველაზე წარმატებული რეფორმები გამოავლინა. გამოკითხულთა 93%-ის სკოლებში მანდატურების შესვლას დადებითად აფასებს. 96 კი მიიჩნევს, რომ სერტიფიცირება ყველა პედაგოგი. მერვე ადგილი. გუშინ გახმაურებულ ვერსიებს უცხადებთ უნდობლობას და კვლავ მოვითხოვთ ამერიკის კონგრესისა და ევროპარლამენტის დეპუტატთა ჯგუფის ჩამოსვლას, რომელთაც გავაცნობთ ყველა არსებულ მტკიცებულებას. ასევე ვთხოვთ ჰააგის ტრიბუნალს დააჩქაროს ტერორისტ სააკაშვილის დაპატიმრების მოთხოვნით ჩვენს მიერ ჯერ კიდევ სექტემბერში შეტანილი სარჩელის განხილვა. მეშვიდე ადგილი. საწარმო კი უნდა დაიხუროს, არამედ გადარჩეს და მუშაობა გააგრძელოს, რათა კონკრეტულ ადამიანებს, კონკრეტული ადამიანები არ დარჩენ უკანკულის გარეშე. ახალი კვალიფიციური კადრების მომზადება, ძველების გადამზადება, ისევე ყოველი მათგანი პირველ რიგში ურეკილებელი იყოს ბიზნესთან. მეექვსე ადგილი. ეკონომიკური თავისუფლებისა და ღირსების შესახებ კანონპროექტი განიხილეს დეპუტატებმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე. დოკუმენტის მიხედვით გადასახადების გაზრდა რეფერენდუმის ჩატარების გარეშე შეუძლებელი იქნება. დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს ანტიმონოპოლიური გარემოს ჩამოყალიბებას. კანონპროექტს მხარს არ უჭერენ ქრისტიან დემოკრატები. ისინი მოითხოვენ, რომ პროექტში შევიდეს პუნქტი, რომლის თანახმად გადასახადების გაზრდის შემთხვევაში პარლამენტი მთავრობას უნდობლობას გამოუცხადებს. მეხუთე ადგილი. იმ დროს, როდესაც სოფლიოში კორუფცია ყვავის, საქართველომ დაამტკიცა, რომ გამონაკლისია ეს დღეს ევროკომისიაში გამოჩნდა მიგრანტი ტრანსპორტის ინტერნაშონალის კვლევის შედეგები, რომელიც დღეს გახსნილი საქართველოს. მეოთხე ადგილი. ისეთი ქვეყნები როგორც ამერიკა, კანადა, ევროპაში ბევრი ქვეყანა, ქალაქები როგორც არიან კოპენჰაგენი და ამსტერდამი, გადადიან მუნიციპალურ ლეველზე მესამე ადგილი. მინდა გესმოდეთ, რომ ეს არ არის ვიღაცის კერძო სახლი, ეს არ არის არც მხოლოდ პრეზიდენტის სასახლე, ეს არის ყველა თქვენგანის სახლი, ყველა თქვენგანის სასახლე. ეს არის ისეთი, საქართველოს და სადაც ყველა მეტად გადავწყვეტ ჩვენ. მეორე ადგილი. ჟურნალისტი ასევე დაინტერესდა, რატომ არ გაუცვალა საქართველოს რუსეთის ჯაშუშები, როდესაც იგივე მოხდა მაგალითად ამერიკის ჩაპანის დაკავების შემთხვევაში. ამერიკა, საქართველო კი საქართველო. პირველი ადგილი. ბატონი გია არის ერთ-ერთი ჩვენ ყველაზე საუკეთესო დირექტორი, რომელიც თავის მოღვაწეობით ყოველთვის ხაზს უსვამს. რამდენად მნიშვნელოვანი არის, რომ სკოლას ხელმძღვანელობს ადამიანი, რომელსაც გულის ტკივა როგორც საგანმანათლებლო პროცესზე, ასევე ბავშვების მომავალზე და მე კიდევ ერთხელ ბატონ გიას მინდა დიდი მადლობა ეს გახდათ გადაცემა ყოველდღიური აბები ვასიკოუდიშვილისგან. ნუ მიიღებთ სხვა აბებს.